სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ სახარებიდან მოვისმინეთ ასეთი სიტყვები. უფალი ამბობს, რომ რომელმაცო მოიპოვოსო თავისი სულიო ამ წუთის ოფერშიო, მან წარიწმიდოს იგიო და რომელმან წარიწმიდოს სული თვისი ჩემთვისო ან სახარებისთვისო, მან მოიპოვოს იგიო. ესე იგი, აი აქ რაზეა ლაპარაკი, ესე იგი, რომ თუ ადამიანი თავის დაცემულ მიდრეკილებებს, ბუნებებს დაფოფინებს და ცდილობს, რომ ისინი აღასრულოს და არ ცდილობს, რომ ის მოიკვეთოს და არ ცდილობს, რომ ესე იგი, რაც ღვთისთვის სათნოა, ღვთისთვის მოსაწონია, ღვთისმცნება შეესაბამება, ისაკეთოს და ცდილობს, რომ აი რაღაცნაირად შეღავათები გაუკეთოს საკუთარ თავს, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს. ესეთი ადამიანი სულ დაიღუპავს, მაგრამ ვინც წარიწმებს თავის სულს, წარიწმებს რას ნიშნავს? ვინც ამ შემთხვევაში, ვინც გაიღებს თავის სულს ქრისტესთვის, სახარებისთვის, ანუ სახარებისეული მცნებებისთვის, ღვთისმცნება აღასრულოს, სწორედ ესეთია, ვინც მოიპოვებსო და ქრისტიანობა არის სხვა ადამიანზე ზრუნვა, ესე იგი. შეუძლებელია ადამიანი ქრისტიანად ჩაითვალოს, თუ ის სხვაზე არ ზრუნავს. იმიტომ რომ ქრისტეს მიმდევარია. ქრისტეს სხვაზე ზრუნვა და ჩვენზე ზრუნვა მოიყვანა მიწაზე. ღმერთი ადამიანად ჩვენზე ზრუნვა მოიყვანა. ის თავად ამბობს, რომ მე იმისთვის კი არ მოვედი, რომ ემსახუროთ, არამედ მე გემსახურო და ჩემი სული დავდვა მრავალთათვის, ანუ ყველასთვის. და აი, როდესაც ადამიანი ამაზე ფიქრობს, რომ ემსახუროს, მერე ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს ღვთისგან აქვს გარკვეული ნიჭები მიცემული, რომლითაც ის უნდა ემსახუროს სხვას. და აი ამ ნიჭებით მსახურება სხვის მიმართ, ვისაც რამდენი დაევალა, ეს უნდა ხდებოდეს უდიდესი პასუხისმგებლობით. ისე რომ ღმერთმა რომ რაღაცა მოგვანდო ჩვენ, ეს ამას სჭირდება პასუხისმგებლობის გრძნობაც. შეიძლება ადამიანს დიდი ნიჭი ჰქონდეს, აი ბევრი რაღაცის უნარი ჰქონდეს, ბევრი რაღაც დაევალოს, მაგრამ უპასუხისმგებლოდ ასრულებდეს ამას. და პასუხისმგებლობას სჭირდება პატიოსნება, ესე იგი. პატიოსნების გარეშე მაშინ შეიძლება ადამიანი აი რაღაცა საქმეზე დაადგინოს ვიღაცამ, მას თავზე დგომა ჭირდებოდეს. მაგის გარეშე ის პატიოსნების გარეშე პასუხისმგებლობას ვერ აღასრულებს და პატიოსნება კი ის არის, როდესაც ესე იგი აი არავინ არ გიყურებს და მაინც ისე აკეთებ, რომ როგორც წესი და რიგი, მაშინ რომ აკეთებ. ვიღაცა რომ ფაქტზე დაგადგება თავზე და მაშინ რომ დაიწყებ იმის კეთებას, რაც მოთხოვნილი იყო შენგან, ეგ აღარ არის პატიოსნება. ეგ უბრალოდ იძულებული ხარ, რომ ესე აკეთო. და ადამიანის ღირსება არის სწორედ პატიოსნება. ადამიანის ღირსება არის სწორედ პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი და ყველასადმი. პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება. მაგის გარეშე ადამიანი შეიძლება გარეგნულად გავდეს ქრისტიანს, მაგრამ ის ქრისტიანი სულაც არ იყოს. სიყვარულიც შეუძლებელია პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე. აი ცალკე სიყვარული რო აიღო და პასუხისმგებლობა იქ არ იყოს, მაშინ ისიც არ იქნებოდა სიყვარული. პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი რამე და ამიტომ აი ჩვენ ერთ რამეზე უნდა დავფიქრდეთ კიდე, რომ როგორც წმინდა მამები არაერთხელ გვარიგებენ წმინდა ივანეს ინელი, რომ სიკვდილზე ფიქრმაო შენთან ერთად დაიძინოს. აი ჩვენ ერთ დღეს ღვთის წინაშე წავდგებით და აი რას ვეთქვით უფალს? რა მნიშვნელობა ექნება მაშინ
ის რას იტყვის, ეს რას იტყვის, ვინ რა თქვა ჩვენზე, აღარა კარგი თუ ცუდი, აღარანაირი მნიშვნელობა არ იქნება. როგორც ერთმა მამამ უთხრა თავის მოწაფეს, რომელიც ეკითხებოდა, რომ როგორ მოვიქცეო, რომ ცხონდეო და წადიო სასაფლაოზეო და მიცვალებულებიო, შეაქეო, ადიდეო. წავიდა და ასე გააკეთა მორჩილება გასწინ. მოვიდა და ეკითხება, გიპასუხესო რამეო, არა, არაფერი არ მითხრეს. ეხლა წადი და ლანძღეო. და მაშინაც გითხეს რამეო და არა. ხოდა შენც ასე იყავიო და გადარჩები. ანუ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვინ შეგაქებს, ვინ გაკლანძღავს. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ჩვენზე რას ფიქრობს უფალი და ჩვენ რომ მის წინაშე წავდგებით, რა განაჩენი იქნება ჩვენთვის გამოტანილი. აი ამას დანარჩენი ყველაფერი აზრს დაკარგავს. აი უბრალოდ აღარანაირი აზრი არ იქნება. აი იმარა თქვა, მე რას ფიქრობდი ჩემ თავზე. არანაირი აზრი არ იქნება უბრალოდ. და დავდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენ მარადიულად ან სიხარული და ან წუხარება დაგველოდებით. და როდესაც ჩვენ მიცვალებულთათვის ლოცულობთ, ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ის ჩვენი მიცვალებულიც წარდგა ღვთის წინაშე. და ახლა ჩვენ რო ღვთის წინაშე ვიყოთ წამდგარი, ხომ გვინდა რომ ვიღაცა სიტყვა შეგვაწიოს, როგორც იტყვიან ხომ. ხოდა ეს რომ სიტყვა შეაწიო, ეს არის ლოცვა ზუსტად. პანაშვიდი გადაიხადო, თუ წირვაში მოეცანო, პირადი ლოცვები არსებობს. ხოდა ღმერთს შეუთხოვთ, რომ უფალო შეიწყალე, მიუტევე შეცოდებები, აი მთელი გულით უნდა ვთხოვ. და ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ სიტყვა შევაწიეთ, ღმერთს ვთხოვთ, რომ მობიერი იყოს მისი წოდების მიმართ და მიმტევებელი იყოს და ღმერთი ჩვენი სიყვარულის გამოც კი შეიწყალებს. ასეთ რამეს ამბობენ წმინდა მამები, რომ თუ ესე იგი რაღაცა სურვილი აგეძრა, რომ ამდგარიყავი და რომელიმე ადამიანზე გელოცა, ესე იგი ღმერთს უნდაო, რომ შენი ლოცვით აწყოვნოს ის. ესე შემთხვევით კი არ ხდება. ამიტომაც აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ჩვენი ლოცვა ჭირდება. ჩვენ არ ვიცით ისინი რა სულიერ მდგომარეობაში არიან. ვინც გადარჩა და ცხონდა, მათ არ ჭირდებათ რა თქმა უნდა ჩვენი ლოცვა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ვინ გადარჩა და ვინ არ გადარჩა. ამიტომ ყველას მიმართ უნდა ვილოცოთ. თუ ვინმეს ეკლესია წმინდანად შერაცხავს, ესე იგი ვეჭველად ვიცით რომ გადარჩა. და პირიქით აქეთ მას ვთხოვთ ხოლმე უკვე შეწევნას. ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა პასუხისგებლობით ცხოვრებისა, პატიოსნად ცხოვრებისა და იმ ნიჭის სწორად გამოყენებისა, რაც ღმერთმა ჩვენ არა თავის მოსაწონებლად, არამედ საცხონებლად მოგვანიჭა ესე. ჩვენთან არის ღმერთი.